ბევრი რამ იცვლება თანამედროვე სამყაროში. მოდიან ახალი ლიდერები, განსხვავებული სტილით, მანერით, ტაქტიკით. აი მაგალითად სალვადორის პრეზიდენტი. სიმპათიური მილენიალი, ენერგიული, რომელმაც პრესკონფერენციების და მოსაწყენი ყრილობების ნაცვლად ტვიტერზე მიმების გავრცელებით მოიპოვა პოპულარობა, შემდეგი პრეზიდენტის სკამი. შარშან ბუკელე მეორედ აირჩიეს სალვადორის პრეზიდენტად. იმის მერე მისი რეიტინგი 90%-ზე დაბლა არ ჩამოსულა. იცით რატომ? უკაცრავად, რა მithხოვან შემიძლია დაგეხმაროთ? არა, მადლობა. კი ბატონო, აქვე ვიქნები თუ რამე დაგჭირდა. მან ბევრი რამ შეცვალა ამ პატარა ლათინო ამერიკულ ქვეყანაში. ბევრი არასტანდარტული გადაწყვეტილებაც მიიღო. მაგალითად, 2021 წელს ბუკელემ სალვადორი პირველ ქვეყანად გამოაცხადა, სადაც ბიტკოინი ოფიციალურ ვალუტად გამოაცხადეს. ამერიკულ დოლართან პარალელურად. კრიპტოადვოკატებმა მას ინოვატორი უწოდეს, თუმცა ზოგიერთმა ეკონომისტმა ჩათვალა, რომ ეს გადაწყვეტილება მაღალი რისკის მქონე ნაბიჯია. ამაზე უფრო დაწვრილებით, მოგვიანებით მოგიყვებით. ისევ ბიტკოინით შეიძლება გადახდა თქვენთან? არა მგონია, მხოლოდ ლარში. სალვადორში კი შესაძლებელია. კრიპტო ექსპერიმენტის გარდა, რომლის ბედჯერ გაურკვეველია, ბუკელემ უფრო გაითქვა თავი კრიმინალთან წარმატებული ბრძოლით. სალვადორი ერთ-ერთი ყველაზე საშიში ქვეყნიდან მან ტურისტებისთვის მიმზიდველ მიმართულებად აქცია. შეიძლება ეს ვნახო ეს სკამი? კი, როგორ არა. სხვათა შორის ეს სკამი იტალიური ბრენდის LT ფორმის არის და მთლიანად დამზადებულია იტალიაში. ამ ფასში იდეალურია. კაია. თუმცა პრეზიდენტი ინფლუენსერი, რომელსაც 10 მილიონი ფოლოვერი ყავს, სულ უფრო ავლენს ავტოკრატის თვისებებს. მისი კრიტიკოსები თვლიან, რომ ბუკელეს რეალური მიზანი ძალაუფლების სრული კონცენტრაციაა. უკაცრავად, ესეც იტალიურია. დიახ, იტალიურია. ნახავ ხო? კი, კი ბატონო. მომწონს. იცით რა? ამას ავიღებ. შესანიშნავი არჩევანია. მიტანის სერვისი გნებავთ? სხვათა შორის უფასო გვაქვს. კი, თუ შეიძლება. კი ბატონო. მაშინ წამოვბრძანეთ სალაროსთან და ჩვენ მანამდე სკამს მოვამზადებთ ტრანსპორტირებისთვის. დიდი მადლობა. არა, თითქოს შეიძლება გადახდა? კი, რა თქმა უნდა. ძალიან კარგი. კი, და ძალიან კომფორტული. როგორც ალბათ უკვე მიხვდით, პირადი საქმის ამ ეპიზოდს მხარდამჭერი ყავს ავეჯის მაღაზია მერლონსი, ვიტრე ჯორჯიას შემქმნელებისგან. თუ გსურთ ხარისხიანი ევროპული ბრენდების შიდა, გარე და საოფისე ავეჯის და ასევე განათების შეძენა, აუცილებლად უნდა ესტუმროთ მერლონსის ახალ შოურუმს. მე კი ახალი სკამი მაქვს. მართალი გითხრათ, სანამ დავიწყებდი ამ ეპიზოდზე მუშაობას, სალვადორზე, ლათინური ამერიკის ამ პატარა ქვეყანაზე ბევრი რამ არ ვიცოდი, მაგრამ სალვადორის ხსენებაზე სულ მახსენდებოდა ფილმი, რომელიც ვნახე 80-იანი წლების ბოლოს, მაშინ სადღაც 16-17 წლის ვიყავი და ამ ფილმმა ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. ეს არის ოლივერ სტოუნის ფილმი სალვადორი, რომელიც მოგვითხრობს ამერიკელ ჟურნალისტზე, რომლის როლსაც ასრულებს ამერიკელი მსახიობი ჯეიმს ვუდსი, რომელიც მე ძალიან მომწონს. ჟურნალისტი მიდის სალვადორში სამოქალაქო ომის გასაშუქებლად. მძიმე, როგორც ახასიათებს ოლივერ სტოუნს, მძიმე ფილმი, მაგრამ ძალიან საინტერესო და მართალი გითხრათ, ალბათ გარკვეულწილად ამ ფილმმა რაღაცა გარკვეული გავლენა მოახდინა ჩემზე და რაღაც როლი ითამაშა ჩემს პროფესიულ არჩევანში, რომ გამختارიყავი ჟურნალისტი, რეპორტიორი და განსაკუთრებით კონფლიქტები გამეშუქებინა. სალვადორი გირჩევთ, საინტერესო ფილმია ნამდვილად. სალვადორი პატარა ქვეყანა, მოსახლეობა 6,9 მილიონი ადამიანი, ცენტრალურ ამერიკაში, დედაქალაქი სან სალვადორი,
კიდე რაც მსმენია, იყო ის, რომ წლების და წლების განმავლობაში, რომ სალვადორი და სან სალვადორი ითვლებოდა ყველაზე საშიშ ქალაქად და ქვეყნად ლამის მთელს მსოფლიოში. სან სალვადორს დიდი ხნის განმავლობაში ეძახდნენ the criminal capital of the world, მსოფლიოს კრიმინალური დედაქალაქი და ეს იყო დაკავშირებული უმძიმეს კრიმინოგენურ ფონთან, რომელიც აწლეულების განმავლობაში იყო ამ ქვეყანაში. სალვადორის ისტორია, რომლის მოყოლასაც ნამდვილად არ ვაპირებ, ძალიან გავს ლათინური ამერიკის სხვა ქვეყნების ისტორიას. მე-20 საუკუნეში, სადღაც 30-იან წლებამდე, საკმაოდ ისეთ წარმატებული ქვეყანა იყო, შემდეგ კი იყო სულ მთავრობების ცვლილებები, სამხედრო ხუნტები მოდიოდნენ ხელისუფლებაში, შემდეგ ეს იცვლებოდა. სამოქალაქო ომი, რომელიც გრძელდებოდა 1979 წლიდან 92 წლამდე, უმძიმესი კონფლიქტი, 75,000 ადამიანი შეეწირა ამ ომს, მაშინდელ სამხედრო ხელისუფლებას, სამხედრო ხუნტას ებრძოდნენ ადგილობრივი მარქსისტი, კომუნისტი მეამბოხეები. არ გაგიკვირდებათ, რომ სამხედრო ხელმძღვანელობას მხარს უჭერდნენ ამერიკის შეერთებული შტატები, ასევე ისრაელი და ვენესუელა, მეამბოხეებს კი, კომუნისტ მეამბოხეებს ნიკარაგუა. ესეც კლასიკური, ესეთი ისტორიული ამბავია, ამერიკას ნამდვილად არ უნდოდა, რომ იქვე ყოფილიყო კიდევ ერთი კომუნისტური ქვეყანა. კონფლიქტი დასრულდა 92 წელს. ეს მოკლედ რაც შეიძლება ითქვას სალვადორზე, მაგრამ მე მინდა მოგიყვეთ ერთ ეპიზოდზე, რომელიც მე რომ ვამზადებდი ამ ეპიზოდს პირადი საქმის, საინტერესო ამბავია. სალვადორსა და მეზობელ ჰონდურას შორის იყო სულ რაღაცა 10 დღიანი ომი 79 წელს. 10-9 დღის განმავლობაში გრძელდებოდა. და ამ ომს დაერქვა საფეხბურთო ომი. რატომ? იმიტომ რომ ყველაფერი დაიწყო ფეხბურთით. 79 წლის ივნისში მთელს მსოფლიოში მიმდინარეობდა საკვალიფიკაციო მატჩები სხვადასხვა ქვეყნების საფეხბურთო ნაკრებებს შორის. პლეი-ოფები ქვია, ხო? ბოდიში, არ ვიცი ზუსტად, მაპატიეთ, მაგრამ თამაშობდნენ და ამ, ესე იგი, მომზადების მსოფლიო საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატის მზადების პროცესია, ეს ჩემპიონატი ჩატარდა 70 წელს. უნდა შეხვდნენ სალვადორის და ჰონდურასის ეროვნული ნაკრებები. პირველი მატჩი გაიმართა ჰონდურასის დედაქალაქში, ტეგუსიგალპაში, როგორი ლამაზი სახელი აქვს, ესე იგი ამ ქალაქს. ჩავიდნენ სალვადორელი ფეხბურთელები და გულშემატკივრები და მატჩი დასრულდა ჰონდურასის ეროვნული ნაკრების გამარჯვებით. ამან დიდი ვნებათა ღელვა გამოიწვია და იქ მოხდა უმძიმესი ამბავი ერთ-ერთმა ქალმა მატჩის დამთავრების შემდეგ, რომელიც ჩამოვიდა სალვადორიდან, სალვადორის მოქალაქე იყო, რათა დასწრებულიყო ამ მატჩს, განაცხადა, რომ ვერ გადაიტანდა ქვეყნის ესეთ შეურაცხყოფას და მოიკლა თავი. ამას მოყვა დიდი ამბები, დიდი არეულობა, ცემეს სალვადორელი გულშემატკივრები, კომაგები, ფეხბურთელები, შემდეგ ეს სტადიონს გასცდა, ქუჩაში იყო არეულობა, შემდეგ რამდენიმე დღე ძალიან დაიძაბა ურთიერთობა უკვე ორ ქვეყანას შორის. შემდეგ რამდენიმე დღეში მატჩი ჩატარდა უკვე სალვადორში, ჩავიდნენ ჰონდურასელი გულშემატკივრები და იქ უკვე სალვადორის ნაკრებმა მოიგო ეს მატჩი. და იქ უკვე იმდენად დაძაბული იყო სიტუაცია, რომ იქაც ფეხბურთელები ცემეს, კომაგები ცემეს, ჰონდურასის ქუჩებში ისევ ატყდა არეულობა, ცემდნენ იქ მცხოვრებ სალვადორის მოქალაქეებს ან სალვადორელებს, რომლებიც ცხოვრობდნენ ჰონდურასში, ცემეს სალვადორის ორი ვიცე-კონსული. იმდენად დაიძაბა, ეს ყველაფერი ხდება 79 წლის ივნისში, რომ უკვე 11 ივლისს დაიწყო სამხედრო კონფლიქტი ორ ქვეყანას შორის.
გააწყვიტეს დიპლომატიური ურთიერთობა, სალვადორის ჯარი გადავიდა ჰონდურასის ტერიტორიაზე, ზოგადად სალვადორი ესაზღვრება ორ ქვეყანას ცენტრალურ ამერიკაში, გვატემალას და ჰონდურასს. 9 დღის განმავლობაში გრძელდებოდა სამხედრო კონფლიქტი ორ ქვეყანას შორის. 20 ივლისისთვის კონფლიქტი დასრულდა, დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან, მოკლედ დაიდო რაღაც სამშვიდობო ზავი, ომი დასრულდა, მაგრამ ომს ჰქონდა ძალიან მძიმე შედეგები, იმიტომ რომ ათასობით ადამიანი დაიღუპა, ათასობით ადამიანი იყო დაჭრილი და ეკონომიკური თვალსაზრისით ძალიან დიდი ზიანი ესე იგი განიცადა ორივე ქვეყანამ, რომელიც ისედაც მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში იყო იმ პერიოდში, ანუ 70-იანი წლების დასაწყისში. აი ესე დასრულდა ეს კონფლიქტი, საფეხბურთო ომი, ეს შევიდა ისტორიაში მძიმე შედეგებით. თან ლათინური ამერიკა, ორი ქვეყანა, ლათინურ ამერიკაში მოგეხსენებათ როგორ უყვართ ფეხბურთი და ეს ეხება ეროვნულ ღირსებას, მოკლედ აი ესეთი ეპიზოდი იყო. მაგრამ დღეს ჩვენ ყვებით არა სალვადორზე, არამედ ადამიანზე, რომელიც გახდა ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტი სალვადორის ისტორიაში, ადამიანი, რომელმაც საკუთარ თავს გარკვეულ ეტაპზე ცხოვრების დაუძახა ყველაზე მაგარი დიქტატორი მსოფლიოში, პრეზიდენტი მილენიალი, დიქტატორი, ინფლუენსერი. მას ასე ნაიბ ბუკელე. ნაიბ ბუკელე დაიბადა ძალიან წარმატებული ბიზნესმენის ოჯახში, მდიდარ ოჯახში. მამამისი წარმოშობით არაბი პალესტინიდან იყო წარმატებული ბიზნესმენი, სხვადასხვა ბიზნესები ჰქონდა. პატარა ნაიბი დადიოდა კერძო სკოლაში. საინტერესო ფაქტი ის არის, რომ მამამისი, როგორც გითხარით, არაბი წარმოშობით, რაღაცა პერიოდი იმამიც კი იყო სან-სალვადორის დედაქალაქის მეჩეთში. მაგრამ შემდეგ გადავიდა კათოლიციზმში და ამიტომ ისევე როგორც სალვადორის მოსახლეობის უმრავლესობა გახდა კათოლიკე. ნაიბი დადიოდა სკოლის დამთავრების შემდეგ ბუკელემ ჩააბარა უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე, რომელიც არ დაამთავრა. ანუ დღევანდელ პრეზიდენტს არ აქვს დამთავრებული უმაღლესი განათლება, დიპლომი არ აქვს. რატომ? იმიტომ რომ გადაწყვიტა რომ გააგრძელოს აი ეს ოჯახური ბიზნესი. თავიდან დაკავდა სარეკლამო ბიზნესით, გარდა ამისა ყავის ექსპორტით, ყავა არის ისეთი ერთ-ერთი მთავარი ექსპორტი სალვადორის, მოგეხსენებათ. შემდეგ იფიქრა და გადაწყვიტა რომ თვითონაც გამხდარიყო პოლიტიკოსი. იმ წლებში ეს სადღაც ბუკელე არის 30 წლის დაახლოებით. იმ წლებში ქვეყანაში იყო ორი მთავარი მმართველი, ესე ვთქვათ, პარტია, რომელიც 30 წლის განმავლობაში მართავდა ამ ქვეყანას. ამ პარტიების წარმომადგენლები იყვნენ პარლამენტში. და ბუკელემ გადაწყვიტა, რომ შეუერთეს ერთ-ერთ პარტიას, რომელსაც ჰქვია ეროვნული ნაციონალური გათავისუფლების ფრონტი, შევიდა ამ პარტიაში და იქაც ძალიან კარგად გამოიჩინა თავი. იყო აქტიური, ისეთი ჭკვიანი, საინტერესო იდეები ჰქონდა. ამიტომ ფრონტის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ წარადგინო ნაიბ ბუკელე ერთ-ერთი პატარა ქალაქის, ნუევა კუსკატლანის მერობის კანდიდატად. ამ არჩევნებში ბუკელემ, რომელსაც არ ჰქონდა დიდი პოლიტიკური, არა პრაქტიკულად საერთოდ არ ჰქონდა პოლიტიკური გამოცდილება, ძალიან მარტივად მოიგო. მოიგო და ეგრევე, ესე იგი, შეუდგა საქმეს. ნუევო კუსკატლანის მერის პოსტზე ნაიბ ბუკელემ ძალიან კარგად გამოიჩინა თავი. ჯერ ერთი ააშენა ბიბლიოთეკა, ააშენა ახალი ჰოსპიტალი, განსაკუთრებით ღარიბი მოსახლეობისთვის. გარდა ამისა, ღარიბ პენსიონერებს ურიგებდნენ, ესე იგი, საჭმელს. ისეთ შეიძლება ითქვას პოპულისტურ, მაგრამ კარგ საქმეებსაც აკეთებდა. ძალიან პოპულისტური ნაბიჯი გადადგა, როდესაც განაცხადა, რომ უარი თქვა მერის ხელფასზე.
განაცხადა, რომ არის წარმატებული, შეძლებული ბიზნესმენი, იმ დროისთვის ნაიბ ბუკელე არის Yamaha Motors El Salvador-ის პრეზიდენტი და კიდევ ერთი კომპანია Sorvet-ის პრეზიდენტი და დირექტორი. ამიტომ თქვა, რომ არ ჭირდება ეს ხელფასი და ეს ხელფასი, ესე იგი, გადაუგზავნა ღარიბი ოჯახების სტუდენტებს, როგორც სტიპენდიას, მათ ესე იგი ურიცხავდნენ ყოველთვიურად. ეს მისია ესეთი აქტიური, წარმატებული, მოწონდათ ნაევე კუსკატლანის მოსახლეობას ახალგაზრდა მერი, რომელიც საინტერესო პროექტებს ახორციელებდა მათ პატარა ქალაქში. ეს ამბავი შეამჩნიეს პარტიაში, აი ამ ეროვნული გათავისუფლების ფრონტში და ამიტომ უკვე ცოტა ხანში გადაწყვიტეს, რომ წარადგინონ ნაიბ ბუკელე სან-სალვადორის, ანუ ქვეყნის დედაქალაქის მერობის კანდიდატად აი ამ პოსტზე. ისევ ნაიბ ბუკელე ჩაერთო საარჩევნო კამპანიაში, ძალიან აქტიურად მიყავდა ეს კამპანია, მაგრამ აქვე უნდა აღნიშნოთ ერთი რამ, რომ უკვე იმ წლებში გაჩნდა, არსებობდა სოციალური ქსელები. არ იყო ძალიან პოპულარული, მაგრამ უკვე არსებობდა, მაგრამ ახალგაზრდა და ჭკვიანი ნაიბი მიხვდა, რომ აი მომავალი ესე იგი სოციქსელებშია და უკვე იმ წლებში ძალიან აქტიურად, როგორც ამბობენ, პოსტავდა ყველაფერს თავის სოციალურ ქსელებზე, Facebook-ზე, Twitter-ზე, ყველაფერზე, რასაც აკეთებდა და საარჩევნო კამპანიის, წინასაარჩევნო კამპანიის დროს, რასაც პირდებოდა სან-სალვადორის მოსახლეობას ამომრჩევლებს, აი ამაზე ყველაფერზე წერდა თავის სოციქსელებში. ნაკლებად ხვდებოდა ჟურნალისტების შეკითხვებსაც და მოსახლეობის შეკითხვებსაც, ასევე სოციქსელების მეშვეობით პასუხობდა, პრესკონფერენციებსაც მართავდა, ეს სტრიმინგს აკეთებდა, ესეთი ახალგაზრდა ფორმაციის, ახალი ტიპის პოლიტიკოსი. უნდა აღინიშნოს, რომ სალვადორში დედაქალაქის მერის პოსტი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის მნიშვნელოვანი თანამდებობა, ზოგი ანალიტიკოსი იმასაც კითხვის, რომ ეს არის მნიშვნელობით მეორე თანამდებობა პრეზიდენტის მერე, ამიტომ ამ არჩევნებში გამარჯვება, როგორც პარტიისთვის, ასევე პირადად ბუკელესთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი. და ბუკელემ ამ არჩევნებში გაიმარჯვა, გახდა დედაქალაქის მერი. უკვე ამ პოსტზე თლად გაშალა ფრთები ნაიბ ბუკელემ. აქ უკვე აღარ შემოიფარგლა მხოლოდ ბიბლიოთეკებით და ერთი ჰოსპიტალის გახსნით და აშენებით. აქ დაიწყო ახალი გზების გაყვანა, ახალი სავაჭრო ცენტრების მშენებლობა, ძველი შენობების რესტავრაცია, რაღაცა პროექტების განხორციელება. ზუსტად ამ თანამდებობაზე მან მოიფიქრა პროექტი, რომელსაც დაარქვა განათება ყველა გზაჯვარედინზე. რატომ იყო ეს მნიშვნელოვანი? გახსოვთ, მე თავში გითხარით, რომ სალვადორი 10 წლეულების განმავლობაში იყო ცნობილი როგორც ძალიან საშიში ქვეყანა. ქვეყანა, სადაც თარეშობენ ბანდები, კრიმინალური დაჯგუფებები, იქ ჩასვლა არის საერთოდ წარმოუდგენელი ტურისტებისთვის. ეს ბანდები ერთმანეთში ომობენ, კლავენ ყოველწლიურად, არ ვიცი, ასობით თუ არა ათასობით ადამიანი ეწირებოდა მათ დაპირისპირებას და ამიტომ აი ეს პროექტი განათება ყველა გზაჯვარედინზე ემსახურებოდა იმას, რომ გაენათებინა სან-სალვადორის და არა მარტო ხო, ამ შემთხვევაში სან-სალვადორის უკაცრავად ჯერ მერია, სან-სალვადორის ქუჩები, რათა, ნაკლებად საშიში ყოფილიყო ადამიანებისთვის იქ სიარული. 2017 წლის ოქტომბერში ეროვნული გათავისუფლების ფრონტის ხელმძღვანელობამ, ამ პარტიის ხელმძღვანელობამ და კიდევ ერთხელ გეუბნებით, ეს პარტია კიდევ ერთ პარტიასთან ერთად, ესენი არიან უმრავლესობაში პარლამენტში, ესენი მართავენ, ესე ვთქვათ, ქვეყანას, ხო? განაცხადეს, რომ გადაწყვიტეს გარიცხონ ბუკელე პარტიიდან. რაში დაადანაშაულეს, განაცხადეს, რომ ადანაშაულებენ ცილის წამებაში და იმაში, რომ ბუკელე აკეთებდა განცხადებებს, რომლებიც აზიანებდა პარტიის იმიჯს.
ამან არ შეუშალა ხელი. იყო პატარა ესეთი სკანდალი, ესე ვთქვათ, მაგრამ ამან არ შეუშალა ხელი იმის ბუკელესთვის, რომ 2018 წელს უკვე დასაწყისში ეთქვა, რომ 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში იგი მიიღებდა მონაწილეობას როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი. მაშინვე ბუკელემ განაცხადა, რომ შექმნიდა ახალ პარტიას, რომელსაც დაარქმევდა ახალი იდეები. Როგორი ორიგინალური სახელი აქვს, ახალი იდეები. მაგრამ ისე მოხდა, ეხლა არ შევალ ამ დეტალებში, ისე მოხდა, რომ ეს პარტია არ დაარეგისტრირეს რაღაცა ბიუროკრატიული პრობლემების გამო. შემდეგ ბუკელე შეუერთდა მემარცხენე პარტიას, ამ პარტიასაც ჰქონდა რათა მიიღო მონაწილეობა არჩევნებში, ამ პარტიასაც შეექმნა რაღაცა პრობლემები და არ დაარეგისტრირეს, შემდეგ გადავიდა მემარჯვენე ცენტრისტულ პარტიაში და აი ამ პარტიის სახელით, ესე ვთქვათ, მიიღო მონაწილეობა 2019 წლის არჩევნებში. მისი წინა საარჩევნო კამპანია უკვე პრეზიდენტის პოსტზე ძალიან შთამბეჭდავი იყო და ძალიან განსხვავდებოდა სხვა კანდიდატების კამპანიებისგან. კიდევ ერთხელ ვამბობ, ბუკელე არის ახალგაზრდა, ახალი ფორმაციის პოლიტიკოსი. ის ძველი თაობა ვერც ხდებოდა, რაოდენ მნიშვნელოვანია იგივე სოცქსელების გამოყენება. ბუკელე ძალიან პოპულისტურ განცხადებებს აკეთებს, მაგალითად ამბობს, რომ იქედან გამომდინარე, რომ სალვადორში არის კორუფციის ძალიან მაღალი დონე, ამიტომ ფული ყოველთვის იქნება საკმარისი თუ არ მოიპარავენ ვიღაც ჩინოვნიკები. დააბრუნე ის, რაც იყო მოპარული, ესეთი ლოზუნგები, ძალიან პოპულისტური ქონდა ბუკელეს. სულ ამბობდა, რომ არ არის არც მემარცხენე, არც მემარჯვენე და ამიტომ ძალიან ბევრი პოლიტოლოგი, ბევრი ანალიტიკოსი მაშინვე ამბობდა, რომ მის კამპანიას აკლია და მას როგორც პოლიტიკოს აკლია ესეთი იდეოლოგია, პროგრამა, პლატფორმა გაუგებარი იყო აი ამ პოპულისტურ ლოზუნგებში, დაპირებებში, კორუფციას აღმოხრავ, იმას ვიზამ, ამას ვიზამ, ცოტა გაუგებარი იყო ეს ყველაფერი. აი ესეთი აქტიური, შთამბეჭდავი კამპანია ჰქონდა ნაიბ ბუკელეს, პოპულისტური კი ბატონო, მაგრამ მაინც ხალხი ამომრჩეველი ხედავდა მასში ახალგაზრდა, ახალი ტიპის პოლიტიკოს და ალბათ ამან ზუსტად განაპირობა მისი წარმატება. 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ნაიბ ბუკელემ პირველივე ტურში მოიგო, დაამარცხა თავისი ესეთი ვეტერანი პოლიტიკოსი და მთავარი კონკურენტი და მიიღო ხმების 53%. არჩევნები ჩატარდა თებერვალში, ინაუგურაცია კი გაიმართა 2019 წლის 1 ივლისს. აქ საინტერესოა თუ გახსოვთ აი ვენესუელაზე რომ როდესაც გიყვებოდით, იქაც ესეთი რამდენიმე თვიანი შესვენება აქვს არჩევნების შემდეგ და ინაუგურაციამდე. არ ვიცი, ვერ გავიგე რასთან არის ეს დაკავშირებული. ელოდებიან ეთყობა, ხო, კარგად არის ყველაფერი, მე მართავენ ინაუგურაციას. მოკლედ 1 ივნისს გაიმართა ინაუგურაცია და ნაიბ ბუკელე შეუდგა საპრეზიდენტო მოვალეობის შესრულებას. გარდა იმისა, რომ სალვადორი იყო ღარიბი ქვეყანა, ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი მსოფლიოში, მძიმე სოციალური მდგომარეობა, ეკონომიკური მდგომარეობა, მაინც მთავარი გამოწვევა ბუკელესთვის, რასაკვირველია, იყო ბრძოლა კრიმინალთან. და აი აქ მე მინდა შევჩერდე და სანამ მოგიყვებით იმაზე, აი ამ ისტორიაზე, იმ კრიმინალური დაჯგუფებების, რომელიც არსებობდა სალვადორში, მე მინდა პატარა, ესე იგი, ჩანართი გავაკეთო. მე ვიცი, რომ თქვენ მოგწონთ 64 გამოწერილი გაქვთ, უყურებთ არა მარტო პირად საქმეს, არამედ ბევრ სხვა პოდკასტს და სხვა კონტენტს, რომელსაც ჩვენ ვქმნით, მაგრამ დღეს მე მინდა გავამახვილო ყურადღება ახალ პოდკასტზე, რომელიც გადის Spotify-ზე და ასევე Apple-ზე, რომელსაც ჰქვია ბროწეულის მარცვლები. აი ამ არაჩვეულებრივ პოდკასტს აკეთებს ჩვენი ჟურნალისტი თამუნა ჩქარეული. ამ პოდკასტში თამუნა გიყვებათ ქართულ ქალებზე, ემიგრანტებზე, რომლებიც მიდიან საზღვარგარეთ, რათა იქედან არჩინონ თავისი ოჯახები. დამიჯერეთ, ეს არის
ძიმეა მოსასმენად, მაგრამ ძალიან ემოციური, ძალიან საინტერესო, ძალიან აქტუალური თემა ჩვენთვის, ყველასთვის საქართველოში გირჩევთ რომ მოусმინოთ. თამუნა ჩქარეულის ბროწეულის მარცვლები. მადლობა, ვაგრძელებთ. სანამ მოგიყვებით როგორ დაიწყო ბუკელემ კრიმინალთან ბრძოლა თავის ქვეყანაში, მე უნდა მოგიყვეთ ისტორია იმისა, როგორ გაჩნდნენ ამ ქვეყანაში ეს კრიმინალური დაჯგუფებები. იქ იყო ორი ძირითადი დაჯგუფება, MS13 და M18. ეხლა მოგიყვებით ისტორიას. როგორც გითხარით 79 წლიდან 92 წლამდე სალვადორში მიმდინარეობდა სამოქალაქო ომი. ომის დაწყების შემდეგ, აი 80-იანი წლების დასაწყისში ძალიან ბევრმა სალვადორელმა, დაახლოებით 1 მილიონმა ადამიანმა დატოვა ქვეყანა და გადავიდა საცხოვრებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში. ძირითადი ნაწილი მათი დასახლდა ლოს-ანჯელესში. ლოს-ანჯელესში მაშინ ამერიკაში არ იყო 80-იანი წლების დასაწყისში, მაინც და მაინც ესეთი მშვიდი ქალაქი, ანგელოზების ქალაქი არ იყო, იქაც იყო ბანდები, აფროამერიკელები, მექსიკელები და იქ ჩასულ სალვადორელებს, რათა დაეცვათ თავი აი ამ ბანდიტებისგან, აი ამ კრიმინალური დაჯგუფებებისგან, ამ სალვადორელებმა გადაწყვიტეს, რომ საკუთარი კრიმინალური დაჯგუფება შექმნან, რომელსაც დაარქვეს მარა სალვატრუჩა. შემოკლებით MS, მარა სალვატრუჩა, MS13. რატომ 13? იმიტომ რომ ლათინური ასო M არის მე-13 ლათინურ ანბანში. M-ს აი ამ ასოს კიდე აქვს რაღაცა თავისი დატვირთვა, იმიტომ რომ შეიძლება გავდეს სატანის რქებს, ბევრი სიმბოლიზმია ჩართული ამაში. მოკლედ შეიქმნა მარა სალვატრუჩა, რომელიც დროსთან ერთად გაიზარდა და გახდა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კრიმინალური დაჯგუფება ბანდა LA-ში. სალვადორელების რაღაცა სხვა ნაწილი შეუერთდა სხვა ჯგუფს, სხვა დაჯგუფებას, რომელსაც ერქვა ბარიო 18, რომელიც ჯერ კიდევ 70-იანი წლებიდან არსებობდა ლოს-ანჯელესში და იმის მერე დაიწყო უმძიმესი დაპირისპირება განსაკუთრებით აი ამ ორ დაჯგუფებას შორის. MS13, M18. კიდევ ერთი რაც უნდა აუცილებლად აღინიშნოს აი ამ ბანდებზე, ამ დაჯგუფებებზე, რომლებიც ახლა რა დანაშაულზეა, ნარკოტიკებით ვაჭრობა, ტრაფიკინგი, მკვლელობები, სულ ესე იგი ლოს-ანჯელესის ქუჩებში იყო სროლა, მკვლელობები. გარდა ამისა, ამ ბანდის წევრი რომ გამختარიყავი, ანუ უკვე რო ხდებოდი ამ ბანდის, ამ დაჯგუფების წევრი, აუცილებლად სხეულზე და სახეზეც უნდა ქონოდა ტატუები, რომელიც ასახავდა ამ დაჯგუფების სიმბოლიკას. ანუ იმათ, ვინც იყო MS13-ის წევრი, აუცილებლად ტანზე სხეულზე ქონდათ ეს ორი ასო M და S, 13, კიდე რაღაცა სხვა სიმბოლოები. იმათ კი ვინც იყო M18-ის წევრი, იმ ბუნებრივია იქ იყო 18, M და ასე შემდეგ და ასე, მაგრამ აი რომ ნახოთ, აი ეს ამ ადამიანებზე ვსაუბრობთ, პრაქტიკულად მთლიანი სხეული, სახეებიც კი აი აქ დაფარული ამ ტატუებით. ომის დამთავრების, სალვადორში ომის დამთავრების შემდეგ, 90-იანი წლების დასაწყისში, ლოს-ანჯელესის და ზოგადად ამერიკის შეერთებული შტატების ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ რაღაცა მოუხერხოს ამ უმძიმეს კრიმინოგენურ სიტუაციას და უამრავი სალვადორელი და განსაკუთრებით აი ამ დაჯგუფებების წევრები გააგზავნეს უკან სალვადორში. დეპორტაცია მოახდინეს ამ ხალხის. და ამიტომ ამ ადამიანებმა, ამ დაჯგუფებებმა თავისი საქმე გააგრძელეს უკვე საკუთარ ქვეყანაში, სალვადორში. იქაც აი ეს ომი, ახლა თბილისის 90-იანების
ვაკე ვერა მონაგონი იყო, ეხა იმასთან შედარებით, რასაც ესენი აკეთებდნენ. არსებობს სტატისტიკა, რომ 2015 წელს იყო პიკი კვლელობების 100,000 მოსახლეზე კვდებოდა 106 ადამიანი. ესეთი მძიმე ფონი იყო და ბუნებრივია, რომ ბუკელესთვის ქვეყნის ესეთი კრიმინალური რენომეს გამოსწორება, ამ პრობლემის გადაჭრა, რომელიც გარდა ყველაფერთან ერთად, რომ ხალხი კვდებოდა, საშინელი ამბები ხდებოდა, ინვესტორები არ შემოდიოდნენ, ამიტომ იყო უმძიმესი ეკონომიკური მდგომარეობა და საერთოდ ხალხი ყავდათ მძევლად აყვანილი ამ ბანდიტებს. იყო ძალიან მაღალი კორუფციის დონე პოლიციაშიც, პოლიციელები შედიოდნენ გარიგებაში ამ დაჯგუფებების ვიღაცა ლიდერებთან, ხელმძღვანელებთან, მთელი კინოსყვები, მაგრამ რეალურ ამბავს. ამიტომ ეს გამოწვევა იყო ბუკელესთვის და მიხვდა, რომ თუ ამ პრობლემას გადაჭრიდა, ეს იქნებოდა მისი წარმატების, როგორც პრეზიდენტის, ძალიან დიდი ნაწილი. რა გააკეთა ბუკელემ? როგორც კი შეუდგა პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას, გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში და ქუჩებში პოლიციასთან და პოლიციელებთან ერთად გავიდა ჯარი. ხალხს იჭერდნენ ყველანაირი გამოძიების, მტკიცებულებების გარეშე. პრაქტიკულად ყველას. და რაც მთავარია, იჭერდნენ იმათაც, ვისაც შეიძლება ქონდა ტატუ, მაგრამ არ იყო არც ერთი ამ დაჯგუფების წევრი. ეხლა ამ ორი დაჯგუფების გარდა კიდე ბევრი სხვა პატარ-პატარა დაჯგუფებები იყო. ეს უბრალოდ იყო ყველაზე დიდი, ყველაზე მძლავრი, მსხვილი ბანდა. მაგრამ იჭერდნენ იმათაც, ვისაც, რა ვიცი, სხვა ტატუები ქონდა. პარალელურად ბუკელემ გამოაცხადა, რომ აპირებდა მეგაციხის აშენებას. ეს ციხეც მართლა ააშენეს და ააშენეს ძალიან სწრაფად, სულ რაღაცა 7 თვეში. ეს არის ყველაზე დიდი ციხე ლათინურ ამერიკაში და ერთ-ერთი ყველაზე დიდი ციხე საერთოდ მსოფლიოში, 40,000 ადამიანზეა გათვლილი. გარდა იმისა, რომ არის დიდი, ეს ციხე არის ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი, ყველაზე სასტიკი ციხე მთელს მსოფლიოში. იქ ადამიანებს, იქ უკვე პატიმრებს არ აქვთ უფლება, რომ მიწერ-მოწერა ქონდეთ ოჯახის წევრებთან, არ აქვთ უფლება შეხვედრების. ერთ საკანში არის 30-40 ადამიანი. მათ აქვთ ესეთი რკინის 3-4 სართულიანი ლოგინები, არანაირი ბალიში, ლეიბი, თეთრეული ეს არაფერი არ არის. პატიმრები გადაადგილდებიან, არა ისე უბრალოდ დადიან გამართული, არამედ პრაქტიკულად ყველა არის ჩაკუზული და ესე დადიან, არ ვიცი, საკნიდან საკანში თუ ციხის ტერიტორიაზე. უმკაცრესი პირობები, ნებისმიერი პატარა დანაშაულის გამოც კი აღმოჩნდები ხოლმე კარცერში. პარალელურად ბუკელემ გამოაცხადა პოლიციის რეფორმა, ძალიან ბევრი პოლიციელი, რომელიც იყო შემჩნეული კორუფციაში, გაუშვეს სამსახურიდან, ან ციხეში ჩასვეს. მოკლედ შედეგი იყო. თუმცა კრიტიკოსები ამბობენ, რომ კრიმინალთან ესეთი აქტიური ბრძოლა სალვადორში დაიწყო ჯერ კიდევ ბუკელეს მოსვლამდე და სანამ ბუკელე გახდებოდა პრეზიდენტი. არსებობს სტატისტიკა, რომ 2015 წლიდან, ეს წელია, როდესაც როგორც გითხარით, პიკი იყო მკვლელობების, 2019 წლამდე მკვლელობების რაოდენობა შემცირდა 5-ჯერ, მაგრამ მაინც ბევრი იყო და ბუკელე გახდა პირველი პრეზიდენტი, რომელმაც ესეთი სერიოზული ნაბიჯები გადადგა კრიმინალთან ბრძოლაში. ამ ნაბიჯებს მიუხედავად იმისა, რომ ბევრს ეს ნაბიჯები მოწონდა, იმიტომ რომ უბრალოდ ხედავდნენ, რომ ბევრად უფრო უსაფრთხო გახდა სალვადორში ცხოვრება
მაგრამ ყავდა თავისი კრიტიკოსები. ჯერ ესეთი როგორც გითხარით ის რომ ეს არ იყო მხოლოდ ბუკელეს დამსახურება, ესე ვთქვათ, მაგრამ გარდა ამისა, აი ეს მომენტი რომ იჭერდნენ პრაქტიკულად ყველას, ვისაც ჰქონდა ტატუ და ბევრი შემთხვევა იყო და არის დღესაც პატიმრობაში არიან ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ არანაირი დანაშაული ჩადენილი, იყო გახმაურებული кейსები, ესე ვთქვათ, როდესაც აი ლამის ბუკელემდეც კი მივიდა 1-2 პატიმრის საქმე, რომელიც საერთოდ უდანაშაულო და იხდიდა სასჯელს ციხეში. Amnesty International-ის ესე იგი ერთ-ერთ რეპორტში ეწერა რომ 2022 წლის ბოლოს 23 წლის დასაწყისში პატიმრობაში იმყოფებოდა სალვადორის დასრული მოსახლეობის 2% და მამაკაცების დასრული მამაკაცების მთელი მოსახლეობის 3%. ძალიან მაღალი მაჩვენებელი. ციხეებში და მთავარი ციხე ეს იყო ეს მეგა ციხე 40,000 ადამიანზე გათვლილი. 2023 წლის ბოლოს 100,000 მოსახლეზე უკვე იყო 2.5, ესე ვთქვათ, მკვლელობა წელიწადში, რაც ნამდვილად ძალიან სერიოზული დიდი ცვლილებაა იმასთან შედარებით, რაც იყო წლების წინ. ახალგაზრდა პრეზიდენტის ესეთი აგრესიული ნაბიჯები არ მოწონდა იმ ორი პარტიის, ვეტერანი პარტიის და ერთ-ერთი პარტიიდან იყო გაგდებული თავის დროზე, როგორც მოგიყევით ბუკელე, აი ამ პარტიების წარმომადგენლებს და იმ წლებში, როდესაც ბუკელე უკვე გახდა პრეზიდენტი, ეს პარტიები ისევ იყვნენ უმრავლესობაში პარლამენტში. ანუ მართავდნენ და იყო ესეთი ეპიზოდი, როდესაც პარლამენტმა გადაწყვიტა რომ დაებლოკა ერთ-ერთი გადაწყვეტილება ბუკელეს, ამას ხშირად მიმართავდნენ, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ბუკელე ითხოვდა 109 მილიონი დოლარის გამოყოფას ბიუჯეტიდან პოლიციის ახალი ამუნიციის და შეიარაღების შესაძენად. პარლამენტმა ეს გადაწყვეტილება დაბლოკა და გააკეთა ბუკელემ. ბუკელე მივიდა პარლამენტის ხდომაზე 40 კბილებამდე შეიარაღებულ ჯარისკაცთან ერთად. მართალია იმ დღეს ქორუმი არ შედგა, გადაწყვეტილება ვერ მიიღეს მოგვიანებით, მაგრამ აი ამ ქმედებამ თან ამას გრძელდება სოცქსელების აქტიური გამოყენება, ამას ყველაფერს პოსტავდა, ყველა ამას ხედავდა. ამან კიდე შეჰმატა მის იმიჯს, როგორც ძალიან ისეთ დაუნდობელი ახალგაზრდა პოლიტიკოსის იმიჯს, რომელსაც არ ეშინია აი ამ ძველი თაობის პოლიტიკოსების. გარდა ამისა, ბუკელე უფრო აქტიურად არეკლამებს, ესე ვთქვათ, თავის პარტიას, რომელიც წლების წინ შექმნა, ახალი იდეები, პარტია უკვე დაარეგისტრირეს და უკვე 2021 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტია მიიღო მონაწილეობა და გაიმარჯვა, აბსოლუტური უმრავლესობა მიიღო ახალ პარლამენტში. აი აქ იწყება კიდევ უფრო საინტერესო ამბავი. პირველი რაც გააკეთა ბუკელემ და პარლამენტმა, სადაც მართველი პარტია უკვე იყო ის პარტია, რომლის ლიდერიც იყო და არის ბუკელე, მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქვეყნის უზენაესი სასამართლოს 5 მოსამართლე გაეშვათ სამსახურიდან. გაუშვეს სამსახურიდან და ამ პოზიციებზე დანიშნეს ახალი მოსამართლეები და უზენაესმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც არ ეწინააღმდეგებოდა ქვეყანაში მოქმედ კონსტიტუციას, მაგრამ ძალიან გაუგებრად ეწერა და იქამდე ითვლებოდა, რომ ერთ ადამიანს ესე ზედიზედ არ შეეძლო, ესე იგი, გამხდარიყო ქვეყნის პრეზიდენტი. ანუ ესეთი პრეცედენტი ქვეყანაში არ ყოფილა. თუმცა პირდაპირ ეს კონსტიტუციაში არ ეწერა. მაგრამ მიუხედავად ამისა, რომ ზედმეტი შეკითხვები არ, ესე იგი, გაჩენილიყო, უზენაესმა სასამართლომ, სადაც უკვე არიან ბუკელეს მიერ დანიშნული მოსამართლეები, პარლამენტის დახმარებით, რომელიც მთლიანად ექვემდებარება ბუკელეს, აბსოლუტური უმრავლესობა აქვს მის პარტიას, მიიღო გადაწყვეტილება, რომ ბუკელეს
ქონოდა უფლება მე კიდევ ერთხელ, აი ესე პირველი ვადის დასრულების შემდეგ მიიღო მონაწილეობა საპრეზიდენტო არჩევნებში. ამან გამოიწვია გარკვეული პროტესტები ქვეყანაში, არა მრავალრიცხოვანი, პატარა პროტესტები იყო სან-სალვადორში, იმიტომ რომ ხალხს არ მოეწონა ჩათვალეს, რომ ეს არ არის დემოკრატიული ნაბიჯი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ეს არანაირ სერიოზულ საფრთხეს ბუკელეს, როგორც პრეზიდენტს, ეს ნამდვილად არ ოქმნიდა. ამ მიტინგებზე ერთი-ორჯერ გაისმა სიტყვა დიქტატორი. აი ზუსტად მაშინ ბუკელემ თავის Twitter-ზე, მაშინ ჯერ კიდე Twitter-ი იყო, Twitter-ზე დაწერა, აქ ბაიოში დაწერა the coolest dictator in the world. ანუ ყველაზე მაგარი დიქტატორი მსოფლიოში. რამდენიმე დღის განმავლობაში იყო ეს წარწერა, შემდეგ მოხსნა, მაგრამ ეს შეუმჩნეველი არ დარჩა საერთაშორისო პრესამ, ეს შეამჩნია და ამიტომ კიდევ ერთხელ ბუკელემ მიიპყრო საერთაშორისო საზოგადოების პრესის ყურადღება, იწერებოდა სტატიები, სათაურები, the coolest dictator in the world, ბუკელე. ეს არის ის შემთხვევა, როდესაც ალბათ ბუკელესთვის, როგორც PR-ის, რეკლამის ექსპერტისთვის, ანტირეკლამაც რეკლამაა. კიდევ ერთხელ მსოფლიო ისევ ალაპარაკდა ბუკელეზე. 2023 წელს, უკვე პრაქტიკულად იმ წელს, როდესაც სრულდებოდა მისი პირველი საპრეზიდენტო ვადა, ბუკელემ მიიღო კიდევ ერთი გადაწყვეტილება და ეს გააკეთა კორუფციასთან ბრძოლის ეგიდით, შეამცირა მუნიციპალიტეტების რიცხვი ქვეყანაში. ადრე თუ სალვადორში იყო 263 მუნიციპალიტეტი, ბუკელემ შეამცირა მათი რაოდენობა 44-მდე. ასევე შეამცირა დეპუტატების რაოდენობა პარლამენტში 84-დან 60-მდე. აქ სანამ ჩვენ გადავალთ ბუკელეს მეორე საპრეზიდენტო ვადაზე, მე მინდა მოგიყვეთ კიდევ ერთ მეგა პროექტზე, რომელიც გამოაცხადა ბუკელემ. 2021 წელს ბუკელე გამოვიდა განცხადებით, რომ ბიტკოინი გახდა სალვადორის ოფიციალური ვალუტა. აქამდე სალვადორში მეორე ოფიციალური ვალუტა. აქამდე სალვადორში ოფიციალური ვალუტა იყო ამერიკული დოლარი, საკუთარი სხვა ვალუტა მათ არ აქვთ. ბუკელემ გამოაცხადა, რომ დოლართან ერთად პარალელურად მეორე ვალუტა იქნებოდა ბიტკოინი. ქალაქებში დაიწყეს ვაჭრობა, დადგეს ბიტკოინის ბანკომატები, ანუ ნებისმიერ ამას იყიდი, ესე ვთქვათ, ბიტკოინით. მაგრამ რაც მთავარია, ბუკელემ გამოაცხადა, რომ ის შექმნიდა, ააშენებდა ეგრეთ წოდებულ Bitcoin Cities სალვადორში. ეხლა რა არის ეს Bitcoin City? რა არის ეს პროექტი, რომელიც ჯერ არ არის დასრულებული, ეს ყველაფერი დაიწყო 2021 წელს. ეს უნდა იყოს, ესე ვთქვათ, ჯერ კიდევ პროექტი არის პროცესში, მართალი გითხრათ არ ვიცი რითი დასრულდება, მაგრამ პროცესშია, არც დასრულებულა და არც შეჩერებულა. ეს არის პროექტი, ესეთი ფუტურისტული ქალაქის შექმნა, ერთ-ერთ ვულკანთან, სალვადორში ბევრი ვულკანია. ზოგადად გეტყვით, რომ სალვადორი არის ულამაზესი ქვეყანა. იმის მერე, რაც ბუკელემ დაძლია ეს კრიმინალთან ბრძოლის პრობლემა, სალვადორი გახდა ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მომხიბვლელი ქვეყანა ოკეანის პირას, არაჩვეულებრივი სანაპიროები, ტურისტული პოტენციალი. ბუკელე ამისთვის ბევრს აკეთებდა და აკეთებს, რომ აი გაყიდოს სალვადორი როგორც ქვეყანა, სადაც ხალხს შეიძლება რომ ჩამოვიდნენ და დაისვენონ ულამაზესი ლანდშაფტი და ვულკანები. აი ეს Bitcoin City ქალაქი
საინტერესო არქიტექტურა არის პროექტში. უნდა აშენდეს ერთ-ერთ ვულკანთან და ვულკანის თერმული ენერგია უნდა გამოიყენონ ბიტკოინების და კრიპტოვალუტის, უბრალოდ არა მარტო ბიტკოინის, კრიპტოვალუტის მაინინგისთვის. ბევრი გამოკითხვის მიხედვით, ქვეყნის მოსახლეობის კიდევ ერთხელ იქ ცხოვრობს 6.5 მილიონი ადამიანი, 91% არ ცნობს ამ ვალუტას და მაინც ამჯობინებს, რომ ყველანაირი სავაჭრო ოპერაცია განახორციელოს დოლარში და არა კრიპტოვალუტაში. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი ძალიან სკეპტიკურად უყურებდა კრიპტოვალუტის დანერგვას ქვეყანაში და საერთოდ დააყენა პირობა, რომ შეემცირებინათ, ესე იგი, კრიპტოვალუტის მიმოსვლა ქვეყანაში, პირობად რათა გაეცათ ახალი კრედიტი სალვადორისთვის. ესეც მოხდა, ბუკელე წავიდა ამ ნაბიჯზე, შეამცირეს და ამიტომ საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გასცა კრედიტი $1.5 მილიარდ დოლარის ოდენობით. 2023 წლის 1 დეკემბერს ბუკელემ განაცხადა, რომ მიდის შვებულებაში ორ თვიანში 2024 წლის თებერვალში უნდა გამართულიყო საპრეზიდენტო არჩევნები, რათა დაიწყოს წინასაარჩევნო კამპანია. ამ დროს, ამ 2 თვის განმავლობაში და ამ გადაწყვეტილებამაც გარკვეული კრიტიკა დაიმსახურა, ბუკელემ დანიშნა თავისი პირადი მდივანი, ვინმე კლაუდია როდრიგესი, განათლებით და პროფესიით ბუღალტერი, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად. ეს ქალბატონი ხელმძღვანელობდა ამ ქვეყანას, სანამ ბუკელე დეკემბერში და იანვარში ატარებდა საარჩევნო კამპანიას. ზუსტად იგივე სტილი, სოცქსელები, განცხადებები, სტრიმინგით, ესე სტრიმინგი ხდება პრესკონფერენციების, არ უყვარს მასაც. საერთოდ პოლიტიკოსებს არ უყვართ ახლა ესე პირისპირ ჟურნალისტებთან შეხვედრა და ეს ძალიან კარგი საშუალებაა, რომ აგერ დამისვი შეკითხვა გიპასუხებ. მოკლედ 2024 წლის თებერვალში გაიმართა ახალი საპრეზიდენტო არჩევნები და იქ უკვე 5 წლიანი ვადა დასრულდა, ბუკელემ გააკეთა ყველაფერი ის, რაც მე მოგიყევით და კიდე ბევრი სხვა რამ, კარგიც, ცუდიც, ზოგი აკრიტიკებს, მაგრამ უმრავლესობას მოწონთ ახალი ახალგაზრდა პრეზიდენტი და ბუკელემ ამ არჩევნებში მიიღო ხმების 84%. იმის მერე, ერთ წელიწადნახევარია გასული, იმის მერე მისი რეიტინგი 90%-ის ფარგლებშია. სალვადორელებს მოწონთ ნაიბ ბუკელე. 2025 წლის დასაწყისში ბუკელე, რომელიც ძალიან მეგობრობს ილონ მასკთან და ასევე, თუ არ მეგობრობს, მაგრამ ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს ამერიკის შეერთებული შტატების ახალ პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან. ტრამპს მოწონს ბუკელე, მოწონს მისი ნაბიჯები. ბუკელემ შესთავაზა ტრამპს სალვადორის ციხეები, რათა იქ განეთავსებინათ არალეგალური მიგრანტები, რომლებსაც, ესე იგი, ტრამპის გადაწყვეტილებით იჭერენ ამერიკის ქალაქების ქუჩებში და აგზავნიან საკუთარ ქვეყნებში. მაგრამ ეს არის საკმაოდ ისეთი გრძელი, რთული პროცედურა, ამიტომ სალვადორის ციხეები არის ის ადგილი, სადაც შეიძლება რაღაცა გარკვეული დრო გაატარონ, სანამ გააგზავნიან თავთავიანთ ქვეყნებში. ტრამპს ეს იდეა ძალიან მოეწონა და პირველი რაზედაც შეთანხმდნენ, რომ ამერიკიდან სალვადორში გააგზავნიდნენ დეპორტაციას, გააკეთებდნენ 300 არალეგალური მიგრანტის და ამაში ამერიკა გადაუხდის სალვადორს $6 მილიონ. არაჩვეულებრივი ურთიერთობა ორ ქვეყანას შორის, სხვათა შორის ბუკელე იყო დაპატიჟებული ტრამპის ინაუგურაციაზე, ესე იგი, მეგობრობა და დიდი სიყვარული. მე მინდა ვთქვა, რომ თუ კი ჩვენ დავფიქრდებით რა შეიძლება იყოს საერთო ტრამპსა და ბუკელეს შორის, ორივე არის, როგორ გითხრათ, უფრო ბიზნესმენი, უფრო შოუმენი, ვიდრე პოლიტიკოსი.
ორივე ეს ადამიანი უყურებს თავის ქვეყანას როგორც საკუთარ კომპანიას. ამას გარკვეული კარგი პოზიტიური მომენტებიც ახლავს თან ნამდვილად, იმიტომ რომ უნდათ რომ ეს კომპანია იყოს წარმატებული. მაგრამ როგორ მიიღწევა ეს წარმატება, რა გზაზე მიდიან პოლიტიკოსები იმისთვის, რომ ეს ქვეყანა იყოს წარმატებული, ეს უკვე ცოტა სხვა საკითხია, როგორ იქ სად არის დემოკრატიული სტანდარტები აი ამ პროცესში. ნაიბ ბუკელე. და ბოლოს მე მინდა შევაჯამო ჩვენი დღევანდელი ეპიზოდი, იმიტომ რომ ბუკელეს ისტორია ეს არ არის მხოლოდ ბუკელეს, მხოლოდ სალვადორის პრეზიდენტის ისტორია. ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორი პოლიტიკოსები მოდიან დღეს ხელისუფლებაში არაერთ ქვეყანაში მსოფლიოში. ახალგაზრდა, ექსცენტრიული, გამბედავი, ხმაურიანი ადამიანები, რომლებმაც კარგად იციან, როგორ უნდა დაელაპარაკონ ხალხს, დიდწილად პოპულისტები, ძალიან პოპულისტურ დაპირებებს აძლევენ ამ უმრჩევლებს, მაგრამ როგორც ჩანს ეს შედეგით თუ ვიმსჯელებთ ნამდვილად მუშაობს. ადამიანები, რომლებიც მოდიან როგორც ხსნელები, როგორც, რა ვიცი, მესიები, შემდეგ უკვე როდესაც ჯდებიან აი ამ სავარძელში, იჩენენ აი ამ ავტოკრატულ რაღაცა თვისებებს ავლენენ. არის ეს ნიშნები, სალვადორშიც არის დემოკრატიული სტანდარტები, სადღაც იკარგება. თქვენ ამაზე მეტყვით, რომ იცით რა, მოდი შედეგით ვიმსჯელოთ. აბა რა არის მთავარი შედეგი, რომ კრიმინალთან ბრძოლა ნამდვილად არის წარმატებული. სასტიკი, ბევრი udanašaulu ადამიანი ციხეში, იმ ციხეებში წარმოუდგენელი არაადამიანური პირობები, მაგრამ რა, სალვადორი ყველაზე საშიში ქვეყნიდან გახდა ერთ-ერთი ყველაზე ტურისტულად მიმზიდველი ქვეყანა მსოფლიოში. იქ ჩადის ხალხი დასასვენებლად. თვითონ ბევრმა სალვადორელებმა, რა ვიცი, ამოისუნთქეს შვებით, რადგან უსაფრთხოების პრობლემა გადაიჭრა სალვადორის ქალაქებში. აბა რა არის უფრო მნიშვნელოვანი ამ შემთხვევაში? მე პირადად ნაიბ ბუკელეს დიქტატორს ნამდვილად არ დავარქმევდი, ნამდვილად არ არის ესე, მაგრამ რაღაცა გარკვეული ავტოკრატიის, გარკვეული ნიშნები ნამდვილად არის. ნახოთ, ვუსურვებ წარმატებას სალვადორს, სალვადორის მოსახლეობას და ნაიბ ბუკელეს ნახოთ, როგორ გააგრძელებს თავის უკვე მეორე ვადას და კიდევ უფრო საინტერესო არის ის, რას გააკეთებს მეორე ვადის დასრულების შემდეგ. კიდევ ხო არ შეცვლის კონსტიტუციას. ნახოთ. ძალიან დიდი მადლობა, რომ გვიყურებთ, გვისმენთ. ჩვენი დღევანდელი ეპიზოდით ჩვენ ვასრულებთ ამ სეზონს. ერთი თვე პირადი საქმე შეისვენებს და სექტემბერში ჩვენ დაგიბრუნდებით, მაგრამ ჩვენ პროექტი 64 ვაგრძელებთ მუშაობას, გვთავაზობთ არა მარტო ექსპლეინერებს, არამედ ახალ ამბებსაც უყურეთ, გვისმინეთ, გამოგვიწერეთ, აღარ ვიცი რამდენჯერ უნდა ვთქვა ეს, ესე მუშაობს YouTube-ის და სხვა სოციალური ქსელების ალგორითმი. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ თამუნა ჩქარეულის ბროწეულის მარცვლებზე. არ ინანებთ, მოусმინეთ Spotify-ზე და სხვა პლატფორმებზე. დიდი მადლობა, მე გისურვებთ კარგ დასვენებას ამ ცხელ ზაფხულს. ძიმე პერიოდი გვაქვს ზოგადად, ცხელი ყველანაირი თვალსაზრისით არის ეს ზაფხული, მაგრამ ჩვენ ერთი თვე შევისვენებთ და სექტემბერში დიდი იმედია დაგიბრუნდებით. გამოგვიწერეთ YouTube-ზე, სხვა სოციალურ ქსელებზე. დიდი მადლობა.